ამ გაკვეთილში კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ ზოგადად ფორმატირების თემას. მოდით ვნახოთ ჩვენი მაგალითი შეკრებასთან დაკავშირებით და ნახოთ როგორ შეიძლება ჩვენი შედეგი დავაფორმატიროთ ისე, თითქოს მაგალითად რაიმე ფინანსურ აპლიკაციას ვაკეთებდეთ და თითქოს გვჭირდებოდეს რომ რაღაცნაირად გამოიყურებოდეს ჩვენი რიცხვები. მაგალითად თუ მაქვს რიცხვი 1000, მარტივად რომ იყოს გასარჩევი ეს 1000, უნდა იყოს ფორმატირებული ისე ეს რიცხვი, რომ თქვათ ერთიანის შემდეგ მძიმე იყოს დაწერილი და შემდეგ ნოლები, ხო? აი მაგალითად ესეთ შედეგის მიღწევა თუ მინდა, რა უნდა გავაკეთო? პირველ რიგში მოდით შევხედოთ რა ხდება ჩვენს ეკრანზე. გვაქვს აი ეს ჩვენი კალკულატორი, სადაც რეალურად რომელიც მუშაობს ესე რომ ორ რიცხვს უბრალოდ ამატებს და შედეგად გვაძლევს აი ასეთ შედეგს 1000, რომელიც არ არის ფორმატირებული, ხო? მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენ ფორმატირებული სტრინგის ასე ვთქვათ იარაღს და კიდევ ერთხელ ვეცადოთ მისი გამოყენება. მაგალითად აი აქ პრინტში უბრალოდ რომ ეს პრინტში არსებული პარამეტრი რომ ჩავსვათ ბრჭყალებში და ვეცადოთ მის ფორმატირებას. გაიხსენეთ, როდესაც უბრალოდ ბრჭყალებში ჩავსვათ ამ პარამეტრს, ჩვენი Python-ი აღიქვამს მას როგორც ჩვეულებრივ ტექსტს და ეხლა უბრალოდ რომ დავპრინტოთ, გამოგვიბეჭდავს ზის და მეც არაფერს. მაგრამ იმისთვის რომ მან გამოგვიბეჭდოს ეს მნიშვნელობა როგორც რიცხვითი მნიშვნელობა თან მე დაფორმატირებაც მისი შევძლოთ, ამისთვის რაღაც პატარა, ასე ვთქვათ, დამატებები გვაქვს გასაკეთებელი, ხო? პირველ რიგში გასაკეთებელი გვაქვს ის რომ მისათითებელია რომ ეს არის ფორმატირებული სტრინგი, იმით რომ წინ f-ი უნდა დაუწეროთ. ასევე მისათითებელია რომ აი ეს არის ის რაღაცა ჯადოსნური სივრცე, აი ამ ფიგურულ ფრჩხილების შიგნით, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ აი ეს z აღვიქვათ როგორც ცვლადი და არა როგორც უბრალოდ z ასობგერა ტექსტის ნაწილი. მშვენიერი. ახლა კონკრეტულად ეს არაფერ განსაკუთრებულს არ შვება, ზუსტად იგივე შედეგს მოგცემს, რაც როგორც წინაზე გვაძლევდა კონკრეტულად ფორმატირებული სტრინგის გარეშე, იმიტომ რომ ფორმატირების რაიმე წესები ჯერჯერობით არ შემოგვიტანია აი ამ ჩვენს მაგალითში. მოდი ვნახოთ. x არის 999, y არის 1 და მათი ჯამი არის 1000. და შედეგი ზუსტად იგივეა. მაგრამ ახლა უკვე რადგან ფორმატირებული სტრინგის შიგნით ვართ, უკვე შეგვიძლია ჩვენი რიცხვი ისე დავაფორმატიროთ, როგორც გვინდა. და თუ ჩაიხედავთ Python-ის დოკუმენტაციაში, ნახავთ როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის ფორმატირებები, ერთ-ერთი ასეთი ასე ვთქვათ, ფორმატირების საშუალება არის შემდეგი. შეგვიძლია დავწეროთ ორი წერტილი, მძიმე და ეს მოგცემს ზუსტად იმ შედეგს, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. ნახეთ? და უკვე ამ შემთხვევაში მძიმე ჩაჯდა კონკრეტულად ერთიანის შემდეგ და შემდეგ უკვე ნულები გამოჩნდა მძიმის შემდეგ. ეს რაღაცა სხვადასხვა საბანკო აპლიკაცია რო იყოს, მობაილ აპლიკაციებშიც გინახავთ სხვადასხვა ონლაინ და მობაილ ბანკის აპლიკაციებში, რომ გამოყოფილია ხოლმე რაღაცნაირად ნულები და ან რაღაც კონკრეტული ერთეულები რიცხვის დანარჩენ და ზოგჯერ space-ით არის გამოყოფილი, ზოგჯერ რითი, ზოგჯერ რითი. აი კონკრეტულად თქვენ რითიც გინდათ რომ გამოყოთ ეს ყველაფერი და როგორი ფორმატიც გინდათ რომ შეადგინოთ, ეს შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტაციაში, Python-ის დოკუმენტაციაში, ზოგადად ყველანაირ ფორმატს წინასწარ ვერც ისწავლით და ამის დასწავლის რაიმე აუცილებლობაც არ დგას.